მონადირეებო, მოგესალმებით ყველას და მინდა სანამ გადაცემა დაიწყება, მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა გადაგიხადოთ ყველას იმ გაწეული სამსახურისათვის, რომლითაც ჩვენმა მეგობარმა ამოისუთქა ცოტა მაინც. ანუ მადლიერების გრძნობამ გვაიძულა, რომ დროზე ადრე ჩაგვეწერა ეს ვიდეო. არ ჩერდება გადარიცხვები, რაც ძალიან გვახარებს და იმედი გვაქვს კიდევ თქვენი დახმარების. ფაქტი არის შემდეგი მალე რა, რამ გაგვითფო ძალიან გული, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს რა. ყველას, ვინც ჩარიცხა თუნდაც 1 ლარი, არის ხალხი, რომელიც რიცხავს ლარს, 5 ლარს, 10 ლარს, აღარ ვამბობ უკვე მსხვილ თანხებზე. ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეიძლება ვერ ჩარიცხა, მაგრამ გადააზიარა, დაიკიდო. ყველანაირი ეს წვლილი დაფასებული არის და უღრმეს მადლობას გიხდით ამისთვის რა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ვისაც არ გინახავთ ეს ვიდეო და ხელგეწიფებათ, დავეხმაროთ თემურს მისი მეუღლის გადარჩენაში და იაქტიურეთ ხალხო, თითეული თქვენი შემოწირულობა, თითეული თქვენი ლაიქი, გაზიარება, ყველაფერი საქმეს წაადგება. ჩვენი მხრიდან და ბატონი თემურის მხრიდან კი უღრმესი მადლობა. მადლობას გიხდით ხალხო. ეხლა კი გავაგრძელოთ და უყუროთ ჩვენს ლანას დოკუმენტურ კარგი ფილმი გაქვს წინ. კი ბატონო. ობა გიო, მასპინძლები, დღევანდელი ნადირობის არიან. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი. ობა, აგერ გიორგი, და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დღეს შემოგთავაზოთ სანახაობას, იმიტომ რომ დღევანდელი თქვენ ზოგადად დილეც იციან. სტაბილური. ასე რომ თუ არა და აი არც ვიცი რომელი ჯობია უნდა. ობა გზაში მეუბნებოდა, რომ თუ იხვი არ იქნა, ერთ ბატონზე ერთი დაურს კისრულობდა. აი აღარ ვიცი ხა რომელი მიჩვენია რა. შემოთავაზება მაგარი. ორივე. ჩვენი GoPro რა თქმა უნდა ამას ვერ ხედავს, მაგრამ შენს უკან ეხლა არის ვარდისფერი ცა, ძალიან ლამაზი. კი. მალე კიდევ უფრო ლამაზი გახდება მალე. კიდევ უფრო ლამაზი გახდება და მე ვისურვებდი რომ უკვე ნომერში მდგარიყავი, მაგრამ რის გამო არის რომ ცოტა შევფერხდი რის გამო იმიტომ რომ ჩახერგილი აქვს ყველა ჩამოსასვლელი გზა ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი ლოგიკაში არ ჯდება და არ ექვემდებარება იმიტომ რომ აქ მინდვრებში გაკეთებული არის გზები სახნავსათესი აქ არ არის მხოლოდ საძოვარი არის და ეს არის მე რომ მკითხო უბრალოდ აი ჯინში გვიდგებიან მონადირეებს თუ აი რას მივაწერო ვერ გეტყვით ვერ ხვდები რა იყო ღია გამოსასვლელები და ეხა არის კუნძებით და ხეებით ჩახერგილი. სამწუხაროდ თან ისი არის ჩახერგილი მეგობრებო, რომ ძვრასაც ვერ უზავ რა, რომ გინდოდეს რა დროებით გაწიო სიტყვაზე და მე ისე უკან დაუბრუნო. არა, უბრალოდ ვერ დაძრავ რა. ხო და მაგის გამო ესე წრეები ვარტყით და ცოტა შეგვაგვიან და მოსვლა. მაგრამ იმედია ჩვენს ასაყვან იხს. მაინც ავეყოთ. თუ არა და თუ ვერ ავეყოთ ბოლო-ბოლო ხო დავინახავთ მაინც. ან როგორც ამ ბოლო დროს მე და შენ გამოვიწყ ხოლმე მაგრად შევაშინებთ. ალბათ ჩაყრიდნენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ რაციით მოვიკითხოთ როგორ არიან. კობა გიო გესმით ჩვენი? კი გესმის გოგა, აზე ვართ. ხმაზე გეტყობათ რომ გაქაფულები მუშაობთ, რა სტადიაში ხართ? ერთი ტომარა დარჩა გასაშლელი, დაახლოებით 40 სალამდე გავშალეთ. კარგად გიმუშავიათ ძმაო, კარგად. კარგი გენეცვალე გელოდებით. ყალსაცავიდან იხვის ხმები ხო არ შემოგსულიათ? არა, სიმართლე გითხრა, მანქანაში ვსხედვართ და ერთმანეთს ვეჭორავებით. ჩვენ 1-2 გავიგეთ.
კარგის ნიშანია, კარგის. ბიჭები შრომაში იყვნენ და საქმიანობაში, გიო და კობა კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ თქვენ გააკეთეთ ყველაფერი და ჩვენ ასე ვთქვათ, თითი არ გაგვანძრევინეთ და მადლობა მოპატიჟებისთვის. დავედით. ჩვენი ბიჭები იქით არიან? ხო, მოპირდაპირე მხარეს არიან ეგეთი. მოკლედ სიგრძეზე უნდა შევიდეთ. კი, ჯობია ნამდვილად. ანუ იმ კუნძულზე არიან ჩვენი ბიჭები, ხო? ჩვენს მოპირდაპირე. ხო. ეს არის ჩვენი საფარი, ესე იგი. კი, აქ მოვაწყობთ ახლა საფარს. შვენიერი დილა გვაქვს კობა მინდა გითხრა რა. პლუს 3-ს მანახებდა მანქანაში. ხო რა? ქარი არ არის, მოღრუბლული არის. ზენ წესით ძალიან არ უნდა შეგვიშალოს ხელი, თუმცა პირდაპირ მზეს უყურებთ მე და შენ. თეორია ჩვენი მუშაობს შემდეგნაირად. თუ მარჯვნიდან წამოვიდა, ხო? ერთი აი კამიშის ნაპირისკენ დერეფანი რო არის. ხო? ისე და იქ უნდა გაადინოს ყაპანი, აქედან თუ შემოვიდა, აქ უნდა გაადინოს ყაპანი. აქედან თუ შემოვიდა ამ დერეფანში. ანუ ესე იგი მე რამდენადაც ხვდები შენ ჩასავარნი ზონებიც უკვე წინასწარ განსაზღვრული. კი, რა თქმა უნდა. ანუ ეს საიდან შემოვიდეს და პოტენციურად საუნდა დაждდეს, ეგ წინასწარ გათვლილია რა. ერთადერთი არ ვესურვით პირდაპირ აი დამიზნებით კამიშისკენ. არა და სულ მინდოდა მარლინისთვის საფანტი შემეყარა რა და აი შენ კიდე მიშლი. არ გვინდა, დღეს არ გვინდა. დღეს არ გვინდა. ჩვენ აკონტროლებთ ჩვენ ზურგს და ჩვენ თქვენსაც. ორმოცი მეტრაა ახლა ჩვენ აი ფიტულებამდე წინ. აჰა. ანუ ფიტულებზეც შეგვიძლია ვესროლოთ. კი ბატონო. იმალი ამოძრავდა, იცი, რაღაც აიშალა, თოლია, ყველაფერი ყვავიდა. იხვით მოვა. შენმა დაკვირვებამ როგორ აჩვენა? იხვი ხმაზე რეაგირებს ადამიანის ხმაზე? კი. აუცილებელია სიტყვა. კი. ანუ თემა უყურე რა არის, თუ ხმაზე არ რეაგირებს, რისთვის ეძახი? მარტივი ლოგიკა რო ავიღოთ. კი ბატონო. ხო და ეხლა ადამიანის ხმაზე თუ არ ვფრთხება, რა თქმა უნდა იხვის მანუკი. ნათალი. ნუ ლოგიკურია რა და ვისედაც რა თქმა უნდა რეაგირებს მოძრაობებს და რხევებზე, როგორც ყველა ველური ნადირფრინველი, უფრო პირველ რიგში სანამ გერაბიო, მაგრამ ხმაზეც აუცილებლად რეაგირებს. სანამ ელექტრომანუკი მუშაობს, იხვი არ შემოდის. მოვა რაღაცა 100-200 მეტრაზე ხაზავს მიდის. რო ვიწყებთ ბუნებრივ ძახილებს და იმას თიშავენ და იწყებს იხვის შემოსვლას. სულ დამთხევა როგორ არის? ხო, სულ დამთხევა არ არის ესე იგი. ანუ რაღაცა ზონი კი ახლა შტერი ყოველთვის იარსებებს რაღაცა მოტყუდება, მაგრამ აქ არის იმაზე თანა ფარდობაზე საუბარი. ანუ უმრავლესობა პრაქტიკამ მასე გაჩვენა. კი. ეს ბურუსით ძალიან უხდება ნადირობას რა. რა თქმა მისტიკა, თავისი მისტიურობა. ბიჭო სულ მაგას ვამბობ, აი ყოველ გასვლაზე არ მეზარება ხოლმე კობა ამისი აღნიშნა, რომ ეხა სახში ყოფნას. ყველა ვარიანტი ჯობია აი ამ ბუნებაში იყო კაცი რა. დავაკვირდი რომ ძალიან ბუნებრივი ჟღერადობა აქვს შენს საყვირს. აი ეს არის წერავას ზონა. ძალიან უყვარს ხო? აფსიორისა და ფოტოა. კარგად ვარს დამალულები. ой მე ბაღლანი იყო შენი აგერ 5 მეტრაში მოვიდა. ხო, კარგად ვართ დამალულები, აი ეს ჩვამაც ისე გვიტრიალებდა რომ 5 მეტრაში მოვიდა მეთქი იხვი მეთქი უნდა მეყვირა რომ კარგი გუნდია. რა გუნდია? არა? აი მაგრამ ხო არა, შოურუმი იყო.
რა კაი გუნდი იყო ბიჭო. შვენიერი, მაგრამ მაღალზე იყო და ეს სიხვი არ იყო, რომელიც ეძებდა წყალზე სადამჯდარი იყო. გუნდები დიდად დავინახეთ, ყველი იქნება თუნდაც შორს რა, გადადიოდნენ, გადმოდიოდნენ. სამი ცალიანი ხო, გუნდი გავიდა. ხო. ვიღაცა დაინახეს რამოდენიმე ცალი. შეიძლება რო არ არის მე ერთიანად ბიჭო, არსად არ გვიჩქარება მე. ანუ ვერ გაიგე ამ ხუსას. გოგა, შენ მაინც ისეთი მჭრელი თვალი გაქვს და შენი აზრით რა, შენი საფარიდან ჩემ საფარამდე რა დისტანცია იქნება? მაქსიმუმ 120. მადლობა, უბრალოდ რომ ვიცოდე რა საფანს მოგაწვდინ თუ ვერა რა. რას გეტყვი იცი მალე, მაგაზე მე და კობას გქონდა განხილვა და მინდა გითხრა რომ კობამ გიშველა და გადაგარჩინა. მე რო იხვი ვიყო კობა ამ გუნდს ჩაუჯდებოდი ძმაო. მაგარია ძალიან. სერიოზული გუნდა ის დერეფანი, ეს დერეფანი, ორი ერთი და აქედან დერეფანი. აუჭი აი. ანუ სტრატეგიულად ყველაფერი სწორად გაკეთებულია, მთავარია იხვი მოვიდეს. ხედავ? ოღონდ სადაგ. ხო, მაგრამ აი დაგვინახა, ხედავ? ახლა მაგას მაგდენს კი არ ვაცლით. ოჩახ. კარგი ბიჭი ხარ, თარა კარგად მოატრიალე ბიჭო. შეგენაცვალე. ყოჩახ რა. ჩემი უდროები და გაუნდინარე. ხო. ბები რას ლაპარაკობ? მოხსნა. შეგენაცვალე აი! ჯვენში. მოიცა მე გავალ იყავი. ადრანკა. არა, გატოვია. გატოვია? მივიდე. გახვალთ თუ გავიდეთ? გავალ გიო იყავი. რა კარგად დატრიალდა ბიჭო, რო დაუძახე. აი გარი ეფექტი, აი მაგას რო ნახავ, არ გინდა მე სხვანაირ ნადირობა რა, კაროჩე რა. და თან მე შერუასრულებ, აბა სულ სხვა გაზომილება. ტაქსი მე ვარ ხოლმე რა. აბა მამალი. რა კაია? შვენიალურია. გამოტყდით რომელი იყავით? არ შეგეცოდათ? იდეალურად ვდნობ თავს ამ ყველაფრის მერე. რომელმა? გიო. მე წელს დაჩაგრული ვარ პატივცემულო და ვცდილობ ამოვკაჩო. სო, არა, არ მივცე, დავახიოთ. დავახიოთ, არ გინდათ თქვენი. კონდეთ კაცო. რომ მოგშივეთ რაღაცა. ჩვენ ნამცხვარი გვაქვს. ბიჭებო, ყავა ხო არ გესიამოვნებათ? ყავა მერე. ლამაზად ჯგურტულებენ ჩიტე. იწევს ბუნება გაღვიძე. ნახე ბიჭო. ახლო არ იყო, მაგრამ იდეაში რო გწოდნოდა რომ წავიდო და სროლა შეიძლებოდა რა. მეორეხი კარგია რო არ ვესროლეთ, არის ალბათობა რომ მობრუნდეს და 15 წუთში შემოვიდეს იგივე გუნდი. გათენებულზე ამოძრავდა იყო. კი ბატონო, რა გითხარი მე შენ 10-ის ნახევარზე მეთქი. რომელი საათი არის ხა საინტერესოა? ბიჭებო, რამოდენიმე წუთის წინ რომ 4 იხვი შემოვიდა ჩვენი მხრიდან, თუ შეამჩნიათ. შევამჩნიეთ და იმედი გქონდა რომ წრეს დაარტყავდა და რაღაცა უფრო კარგ სასრულ პოზიციაზე გამოვიდოდა, თუმცა სროლაც შეიძლებოდა. მას ევიფიქრეთ ჩვენს რა, ჩვენი მხრიდან სროლა აღარ გამოდიოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ იქ თქვენ თავზე გადმოსულიყო. საბოლოო ჯამში ქეგაგვიზრო შუაში რა. ნახე, გარეული მტრედი. ამდენი აქჯერმე არ მინახია ეს. შეგენაცვალე. საიდან შემოვიდა რა ახლა ეს? აზერბაიჯანიდან. დაბალზე თუ წამოვა, მაგასაც თავაზობ. კი ბატონო. კი, ხედავ. ვაიმე, ვეცერთი ჩემი. ვაიმე რა გაუმაზი.
რა გუნდი მოვატრიალეთ და რა გავმაზე ეს რაკენი ბიჭო მაზი აი ჩამომიგდია დაკალი ბალენ დაკალი დააზღვე თავში ესროლე ეს ერთი ცალი ეგ არის მაინც შეგვიძლია როდის ჩამოვარდა ამარეულობაში ეგეც ვერ გავიგე კაროჩე რა აზე არა ეს რაი ბიჭო არა და ისეთი დაუმიზნე რომ მეთქი შანსი არა საწავიდა იხვი მეთქი მე კიდე თავი რო ავწიე GoPro გადამძვრა ხო და აღარ ვიცოდი რას ვესროდი საერთოდ არა რავი თუ გეხალისებად გამოდით კაცო ხო არა ჩვენ უკვე ისეთი საფარი გვაქვს კარგად თავად შეფუთრულები გამოდით გუნდა საწყვეტი არის მართლა ერთი ცალი იყვი ამ ყველა გუნდიდან წესი რა ვიცი რაც ისოლეთ ყველა უნდა ჩამოვარდეთ მე ჩუმათა ვარ ხედავ ხმას აღარ ვიღებ მამალი დაშვები შენ იღე ედი აი მოგიყვანე ედი გადაყოფხელ აი მამალია ძმაო მამა შვენიერი მამალი არის ისევ ამოაჩინე კადრს ბატონო ჩემო რა კარგია ერთი კვირა ხატებთავ ლოცულობს ბაო ერთი კვირით ადრე ვიცი რომ მოვდიოდით ჩვენ ვართ ძალიან პატიოსანი მონადირეები რო დავინახეთ ერთი ვარდებოდა დანარჩენები უბრალოდ შევაშინეთ წინვალე დღე არის მოგვილოცავს მესამე იხვი მადლობა დიდი დავედით ხა ჩვენ აქ ჩვენი ჯერია ეხა თუ შეიძლება ჩვენს კი გამოვიშვით რა არა კაცო დააყა სასროლზე ესროლე ძმებო არა უშავს იმედია ჩვენც მოგვიწევს რა კაი გუნდი მოგვიწევს კაცო მოგვიწევს თელი დღე წინა გვაქვს შენ მაღაზე არის და ჩემო გობა ჯერ მარტო დანახვა რა დღირდა ბიჭო ამისი რას ლაპარაკობ ნელა კომპოზიცია არ დამინგრიო თუ ძმა ხარ აი გუნდი შემოვიდა მე რა მიკურს იცი ხა ეს გუნდი კარგად დაიშალა და არცად სროლა არ მოყოლია მე მგონი შეიძლება ჩვენ ვერ გავიგეთ ძრავის ხმაში მაგრამ არა არსად ეს აიწია ზემოთ და წავიდა რა მინდა გითხრა რომ ეს გუნდი კიდე შემოვა აი მინდა ეს გუნდი შემოვა რატომღაც სულ აქეთკენ მაგ თვალი მგონია რომ აქედან შეიძლება შემოვიდეს ხო კი მე ძირითადად აქეთკენ ვიყურები 150 გრადუსი კი ბატონო ხამოჩი რომ გადავაგდი ორი ცალი ეგე ეგარი აუ ჩამოვარდა ხდა კაროჩე შვენიერი წავით შვენიერი ბრავო ნაინახე რამდენი ხაფაშხუბი მოხდა მას ხოჩაბა ხო მაგრამ მეგონა რომ იმასაც ავიღებდი იმას გავეკიდე არა და ჯობდა რომ ეს დამე არაფერი ბოლომდე დამეთვალა რა სამი მოვარდა ეს ხა ვეღარ გაგვეცდება რა კაი მამალია ნახე მოდი შენ მამასთან მოდი მოდი ესე კიდევ კაი ეს ბიჭები წამოვიდნენ თორე ვინ აკრიფავდა ამდენებს შვენიალურია არ შეგვეშლებოდა ჩვენ მაინც არა ხომ არა სროლა არიციან აღება იღბლიანები ხარ დღეს იღბლიანები ესეც მამალია არის სუპერი აბარა რაფერ აი ესე გაგვინაწილე მე და მარლენს რომლისთვის რა გენაღლებოდა აი ჩორკამიანა რა იღბლიანები ხარ დღეს რა სიზა თქვენ გაგიმარჯოთ არაფერი გადასარევია ძმებო გადასარევია გენაცვალეთ გულში ბიჭებო გვიხარია ჩვენც კაია ბრავო ბიჭებო აი ჩვენ მოვიყვანთ თქვენ მოინადირეთ მადლობა დიდი მადლობა აი კიდე ბიჭო ნახე ერთი რამხელა გუნდია ზევი აი მე რამხელა გუნდი ბიჭო დაიცეთ გაჩერდი აბა არა მაგი რა გუნდია ამოწამე უცებ ბიჭო აიო რა ხაზე რომ ველაპარაკებოდა აი ახლა გააქტიურდება ბოლო 1 საათში განსაკუთრებით რამხელა გუნდი იყო ესეც სამი მამალი იხვი ყავს ნავში უკვე მოპოვებული და ერთი სამწუხაროდ დაუკარგეთ ხო არა უშავს მაგ გუნდმა როგორც მინიმუმ ნახარვა გუნდიზის და რომც წავიდეს დიდი ალბათობით მოგრუნდება დატკბით ბიჭებო ამ გუნდით ვერ შევამჩნევ
გამჩნიათ რა გულწრფელია. ვაიმე. აი, ტყუილა გაწმევ კურსა, გადაობას კაცი არ მოუკლავს ჯერ. კაი გუნდი იყო ნამდვილად შემოგოგა რა. ეგ გუნდი მარლენ მობრუნდება. მარლენ აქ რა არის, იცი საინტერესო, თქვენ წესით ეგ გუნდი ძალიან შორიდან უნდა დაგენახათ და ვერ დაინახეთ თუ არ გითხარით. ვერ დავინახე. რამდენი ჩავედი რიონზე. იმდენი მოინადი. მომზადე. თავზე გოგა. მოხსნეს, გენაცვალეთ. ეგ არის. ხო. კი, მოხსნეს ბიჭება. თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებო. ლომები ხარ. მარა დედლებს ესვრით რო იცოდეთ. შემოფრენა კი ვერ დავინახე და თავზე რო ყავდა. ხო, თავზე რომ ყავდა მე დავინახე. ხო, აუ რა მაგრა ყავდა იცი. მე არ ვესწროლე, დაგიტოვე. ხო, რა თქვენი აბსოლუტურად და მე გავაკეთე. ხარზე ვერ მივიდე წესიერად. საწავა ისე წავიდა შენ ინტერიეს რო წავა. ვა, რა კაია. ეგ არის. მადია. უშენი დედაო, ხოთი აქ. დაიცადე მიზადნე. არ მინდა ეხა თავი რო გაგაძრო და გესროლო და კუდი გავაძრე. კუდი არა უხობს. ეგ არის, დედალია. არის ბიჭებო, არის. ცეცას, როგორია გოგა? რასე? მშვენიალური არის ბატონო კობა. სად არის ერთი შემოახედე? აი რა. 1 2 3 4. ბრავო. იგენაცვალე არა და უნდა ყოფილიყო 5 6. ეხლა ცოტა ხანი შევისვენებთ მეგობრებო და ძალიან მალე გავაგზავნებთ ისევ ნადირობას. ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. აი მოხდა. დააყოლე, მაგრამ გამიჭედა. მედი დავეციოთ სანამ დაყვინთა. ხედავ დააყოლე. კი, ხედავ, მაგრამ შორია. მედი. დაყვინთა. აი იქით არის. იქეთ თუ და აი ხედავ, აგე. მედი, გაცდი ამ ბალახს, გაცდი. ჰა? გაცდი, წეღან ამოყვინთა ეგერიქა. დაკარი. მე ვხედავ. ვერ წავაკალი. ერთი აღარ იმასაკნა. ვერ დახაულიყო. მაინც მოასწრო, ბიჭო. ვაიმე, ჩემი, всё, დავკარგეთ ეგ. სადღაც აი ამ ტერიტორიაში შეძრა. შეგვასწრო. ვიდგეთ აქ ცოტა ხან. ვახა ბიჭო, რა იქნება ამოწიოს თავისად. ამბა ბიჭო, არა და საიდან მოხსნილი აზრი არა, აგერ რო იყოს ეხლა ამაში, ხო, და ის კარტი ამოყოფილი. ვერ დაინახა. კი ბატონო. კაი. ბიჭო, ხო ჩამოვარდა? კი. აქ დავინახე შუაში ჩამო. ო და მე დაყვინთი და დაყვინთა. თავიდან ის კარტი მარტო. მერე?
წყალზე დადებული ტანი არ უჩანდა და იმ თავში ორჯერ ვესროლება რა არ მოხდა იმ 5 სანტიმეტრიან თავში საფანტი რა. დაუჯერეთ ხოლმე ბიძა. რა გადაიღებს წვიმა, ამოძრავდება იხვი. გადაიღო წვიმა, ამოძრავდება იხვი. 5 შემოფრენა გააკეთა, იცი როგორი? შეგეცოდა დედასაპოსა თავზე არ გადმოგვიარა, თორე იცი რა მაგარი ფრენები იყო ძმაო? გადასარე. და რატო არ ესროლეს, ხო არ იცი? ბიჭო, არა ნუ ეხა არ მოვიდა ახლოს თორე რა. ვერ ვიტყვი რომ ფრენა არ იყო ძმაო. ფრენა იყო, კაცო, ზოგი გავატარეთ 3 იხვი, ვაფშე ზოლზე გამოვადე ნელა-ნელა მოდიოდა კოგი გავაკეთებინოთ. შევიდეთ. დავინახე, X3 დავინახე, მაგაზე მანამდე აი მოიცა 20 სული მოვაკვირდა. გეტყვით ერთ კაც რაღაცა, სანამ ჩვენ ნადიროთ, თქვენ იქ გადადით დაისვენეთ ბიჭო. უკვე დავისვენეთ. აბა თქვენი დავაი ძმებო, დავაი. ნადირობენ ეს. სად არის ნანადირები, თუ ნადირო? სად არის ნანადირები? მართალი შენიშნა არის. მართალი ხარ, მართალი. რა ვქნა. ფაქტი ვერ დავდებ. ამოვიდა. მაღაზია, მაგრამ დაიცადა იქნება და შემოbrunდნენ. აი ვინ ესროლა? ეხლა რას ესროლა ჩემი დედა? ეს ჩვენ მოისროლეს გაგიჟდნენ? რომელი იყავით, გამოტყდით? მე ვიყავი, იმიტომ რომ ეგ არის იყო მომტრიალებელი. დღევანდელი მონადირებული 3 იხვის გამო აღარ შემოვალ მაგ პოლემიკაში. ესე უნდა გვესროლა გამავალი იყო. ბიჭო ხო, მაგრამ ხო, სროლაც შეიძლება და მაგრამ მაღალი იყო. მაქსიმალური ზღვარი იყო რა. ეგ იყო ერთი აღარ. შუმად რო ყოფილიყავით, შეიძლება მოbrunებულიყო თუ არა და შეიძლება წასულიყო, 10 წუთში მოსულიყო. ურემი გადაბრუნდა და გზამერე გამოჩნდაო, ისე გამომდის, მაგრამ ანუ ვაკვირდებით დღეს მთელი დღეა ჩვენი მხრიდან რა იყო გამოვატარეთ თქვენკენ. მოვიდა კუპლებამდე და ან წასწევისკენ წავიდა, ან უკან მტრიალ. და დიდი ეჭვი მაქვს მე 4 ფორმა იშიფრება, მე რაც გაქვს მანდა, საფარის ამბავში. რაღაცა ჩალასტა რომ იქეთ და უნებრივი ოვალი რომ იქეთ. ანუ ნავის ფორმა იშიფრება? ხო, ანუ ნავზე ხო კუთხეთად გიდგათ ეგ ისა რა ქვია, მადი რა. ხო. და აი ეგ იშიფრება, იმიტომ რომ რა ვიცი, აი არ წამოვიდა არც ერთი ხმეზე, თქვენაც გვაკვირდებით. ის არის, ზემოდან გადაგვიაროს, გიო დავხედეთ. მე ვარაუდობ, დანარჩენი თქვენ გადავ. სასიამოვნო იყო ის სტრიმის წვეთების ხმა როგორ ეცემოდა თავს, აი ვერ გადმოსცემენით რა. კი, მჯერა ნამდვილად ესე იქნებოდა და კიდე ერთი სასიამოვნო მომენტი იყო, მაგრამ გამოგრჩა შენ, ანუ ვერ ხვდები. აბა თუ აზრობ რა მაგ მხედველობაში. მე შემიძლია იმას გაუსვა ხაზი, რომ მართლა 5 ძალიან კარგი შემოფრენა ვიხილეთ, რომელმაც გულები აგვიტყორია, მართალია არასასროლი იყო, მაგრამ რო ახლოს მოვიდნენ, მაინც აგვიხარა გული. მათ შორის კიდევ ერთი ნასროლი გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ დაგვეკარგა. ეგ თავისთავად მე ის ვიგულისხმე ჩვენ რო არ ვიყავით და უფრო მშვიდად და წყნარად რო გძნობდით თავს და ნერვებს რო არავინ არ გიშლიდათ. ეგერაც ვალერე. ამ გვიმარხართ ბიჭებო, წინ შემოგევლეთ. აზრი ხარ არის და ჩვენ არ გვიყვარს და არ იციან, მაგრამ ჩუმად ვიყოთ არ გაიგონ. სუ ზევით, აი ხედე რა ლამაზი სამკუთხედი აქვს გაკეთებული. პოლიე. ამ კულტურით ნადირობაში ჩემთვის უკვე ეგეც მიღწევა, რომ საყვირზე დატრიალ და დაჭდა უსაფრთხო თილზნო ახლომახლოს ის. აი ეგ მიღწევაა, ჩათვალე რომ მოინადირე. ანუ იმიტომ რომ შენი მონადირული სკილსები არის მაღალ დონეზე. აბა რა ბიჭო. იხვები არიან აქეთ ხარეს, ჩემ ხარეს. 4 ფრთა არის. და ჩვენსკენ მოდიან. კადია, ბიჭო. მოხდა. დაიჭო. არ უნდა გავეტარებინა. რავი მიუშვათ მეთქი ბიჭებამდე თქო თორე ახლო დაწვილდნენ. კი, აქვე უნდა გვესრულო. არ უნდა არ მოვიდნენ მაინც თქვენამდე? არა. ბიჭო, არ მაღალი იყო, მაგრამ ნუ გატარება არ შეიძლებოდა მაგის რა. მოსახსნელი იყო ძმა. იმენა რა გამოგიტარეთ რომ იქნება მივიდნენ ოქთები რო ქონდათ დაყრილი? არ ბიჭო, თავზე რო გადაევლოთ კიდე მაღალზე იყო ძმაო, ეხა ეს დაბალზე სასროლზე შემოსული ამას არ ერქვა.
ეს რა იყო? რა ვერ გავარტყი. მე ვერ ვესროდი. რასაც შესასრულელი იყო. მაგრამ როგორი ხვევით შემოვიდა რა? მეთქი გეძახის უნდა მეთქვა და ბიჭო მეთქი. როგორი იყო, როგორი? ხდება ყველაფერი ხდება. აუ როგორ წყნარად ვარ, იცი და მშვიდად ვარ, რომ ვიცი რომ იქით არის ძალიან ბევრი იყო. ისე სასიამოვნოთა ვარ ვერ წარმოიდგინე. ფსიქოლოგიურად ხარ უკვე შევსებული რომ შანსი არის. კი. და მშვიდად ელოდები ამ ყველა. Так, ეხლა ჩემმა დაკვირვებამ რა გვაჩვენა. ჩვენთვის სათოფეზე უმრავლესი შემოსვლა იყო ჩემს ზურგს უკნიდან. კი. აზერბაიჯანის მხრიდან. კი. ანუ იქ მოსვენებული იხვი დგება და იწყებს მოქმედებას. აი, ამდილას ვსაუბრობდი მაგას. აქედან იქეთ მიმავალი, რავი, აი ესე შორს თუ ვხედავთ რაღაცებს რომ მიდიან. შემომსვლელი დასასვენებელი. აჰა. შესული იხვი იშვიათად რომელიც შემოგივლი სათოფეზე. ხო. დაიცადე თავზე დაიცადე. აცადე შორია ეს ჩვენი სასულია. ბიჭები. აი ეს აი ორი წავიდა პასატკაზე წარმოვიდა აცადე. არის რო. ურა კარგი. აცადე. იქ ორი გამწიდე დააწყნარე პირიქით დააწყნარე არაფერი მოვა რა კარგად წამოვიდა ბიჭო და შეიძლებოდა ამაზე მაქსიმუმი ყარა ერთი კრუგიც უნდა გაიგეთე რა კარგი იყო ერთი წრე ხო გავაკეთებინეთ კი აუ რა კაი კიდე წავეჭი იხვია გეუნებია იქ არის ჯანდარის პალიასტომი რა ადგილი სადაც მოსასვენებელი ზონე აქვს იცის რომ არ ესვრიან ვერ ესვრიან უსაფრთხოდ გრძნობს თავს კაია აცადე დამოვიდეს ორი ცალია ჩამოგდებული აქ ორი ცალი მაქვს ჩამოგდებული ერთი ეს მკვდარი არის აქა ერთი ის დაჭრილი არის გარბის არა ბიჭებმაც ხო ჩამოვხსნეს მეორე სადაა რავი ნახავენ გამოდი ჩვენ ჯერ ამას მივხედოთ არა უშავს ამოყვინთავს ტალღა არ არის არაფერი დაწავა აგერ არია მამალია ბრონის სპეციაცია მამალი შეგენაცვალე ამაგა თან კარგი ვქენით რომ არ ვიჩქარეთ ვაცადეთ მოსვლა მაგარი არა დაწაული გასა რა ხლაპარაკი არიან მაგარი ზომა შეგენაცვალე როგორი კაი ხარაზულა დაადრე გრავი იქნება უეჭველი რა ქენი ერთი ცალი გდია მეორე არ ვიცი ჩამოვარდა ტყაპის ხმა მესმოდა და წავიდა არ ვიცი სადა არის ამ კამიში ალბათ ხო კამიში რა არა გამიშვა საქმე თო ერთი აი ეს ხო რა მაგარი გუდი
აი ესე მოვიდნენ ძმაო აი. ბიჭო, ერთი ცალი ეგეთი სადღაც აქაკდია რა. აი ჩამოვარდა და სადღაც ჩამოვარდნის ხმაც გავიგონე. არა, წყალშია ჩავარდნილი, სადღაც ხმა გავიგონე. მერე ფათხა ფუთქი წავიდა. ცეცეცეცერდა და თქვენი ყორო და ჩამოვარდა. ხომ არა სადვეძებოთ. არაფერი წრემოდა დავარტყათ და უიყუროთ სადმე აქ არ იყოს რა. სამე იყვია უკვე. არა და ხმა გავიგონე როგორ თხაფ, ანუ ფეხების და იმის ხმა მესმოდა რა. მათმა აიღეს. აი რაც არის ეგ არის ორი ხმაიც ავერეთ ამონიდან. ეგ ამიშიდან გამოსვლელი არ არის, უნდა ვიყუროთ რა. ჩაუარო. როგორი არის, ეხა მესამე იხვის დაკარგვა, ამის დედა ხალხი სულ სამს ნადირობს ხოლმე და ჩვენ სამი დავკარგეთ. აი, ეს რა არის? არა, ბოლ. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ლამაზია, ეს დალოცვი. აი ერთი ან ვიდეო გადაუღე, ან სურათი გადაუღე. არა, ამას ნახე. ძალიან ლამაზი ფრინველი არის ნამდვილად. ამას ნახე და ფერებს ნახე. ოღონ ახალგაზრდა ნახე ეს მეორე არა აქ ბოლომდე დახვეული. აი ესე უნდა კონდეს, აი და მაშინ არის ბებერი. ბიჭო, ყობა. ასეთი ამას გეტყვი, რა. მე იმდენჯერ მაქვს იხსენ ანადირები ცხოვრებაში, რომ აი ვერ მოთვლის სიტყვა, მაგრად ერითმება. სიამოვნებს ნორმალურ ხალხთან ერთად ურთიერთობა, იხვის პონჩიც ნორმალურ მონადირესთან და ადამიანთან. მე ხა ისეთი კმაყოფილი ვარ დღეს. სამჯერ ამაზე მეტი რომ მომეკლა სხვაგან, ისეთი კმაყოფილი შეიძლება და არ ყოფილიყო. არა, ცოტში გეუბნებით, ნო, რა. აიგარი, გაიჭრა. გაიტანა ბიტულს. ხადა ოფტო. დაიშვა, აი რაზე მეთანაღრება ხოლმე გული, იცი აი ხა რაზე მეფიქრება რომ 6-ები ვეს, აი 5-ები რომ ესრულა ხო შეიძლება და ჩამ. აი სულ ეგ ფიქრები მაქვს რა მე რა. კარგათაც ვის ნასროლი. არა ძმაო, მოხდა იმინა ჩანს რომ მოხდა. გიო თავზე. აუ, ძალიან მაღლა ესროლეს დაიცადე. ო, რაღაცა? ბიჭო. არ მოხდა. ხوار ჩაეშვა, დააგვირდი, ნახე როგორ ეშვება, ბიჭო. მოხვედრილი ქონდა. მაგას უეჭველი მოხვედრილი ქონდა რა, უეჭველი. ტრაექტორია ხო გახსოვს სადაც დაეშვა. კი, აი ეგერ ხეები როა რა, ესე პირდაპირ ჩაეშვა რა. მარჯვნივ ბიჭებო, მარჯვნივ. ესე უნდა იყოს. ამოვედი და ოპა. ეგა. რაკენით აიღეთ? ბიჭო ავიღეთ ხო ნავში ყავს. ვახ, გენაცვალეთ, ძალიან კარგი გილოცავთ. ბრავო. სად დაჯდა, სად დაჭრილი, ნახეთ. ნახე ბიჭო, საიდან და რო დაწია ფრთები და ჩამოვიდა და სტრაიკერი შენ რო იტყვი ხოლმე ბლეკ მამბა, ეს იყო სტრაიკერი. ბიჭო, განეიტრალებული. ბიჭო, ისა თავარია მამალი დედალი არის ხარაზულა. სად გაიტანა? მაბა ბიჭო. აი ესე გაიტანა იმ შენ მოხდა, ჩავარდებოდა სადღაცა. აი ეგრე გაიტანა. კი ბატონო. რა ვქნათ 10 წუთი დაველოდოთ? თუ გავიდეთ? აი ჩვენ მორჩით სიმართლე. აი გავიდეთ. ბატონო კაპიტანო, ალაგების დროა.
ქვია კარგად გატარებული. ამას როგორც ჩემი გოგა იწვის ხოლმე lo fantastic. ნუ ფანტასტიკ, კი ბატონო. მეგობრებო, ამით დავასრულეთ ჩვენი დღევანდელი ნადირობა, რომელიც ვფიქრობ, რომ თქვენც მოგეწონათ, იმიტომ რომ ძალიან მაგარ კადრებს იხილავდით. რისთვისაც ვემადლიერებით ბიჭებს. ყობა, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის. ობა, გიო, შემოგევლეთ თქვენ, უგრუმესი მადლობა. გიორუაძეს განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ ადგილის მასწავლებელი არის, ასე ვთქვათ და გვასწავლა რა როგორანაირად. შემიძლია ერთი რამე ვთქვა ამალნე რა, რომ იყო ძალიან წარმატებული ნადირობა, ძალიან საინტერესო ნადირობა იყო, გიო, იმიტომ რომ ლამაზი შემოფრენები იყო, ლამაზი მოტრიალებები იყო, იხვის, კარგი ძახილები იყო, პასუხის გაცემები იყო იხვებისგან. მოკლედ, ძახილით იხვის შემოვარდნები. ძახილით იხვის შემოვარდნები. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც იხვის ნადირობაში ჩვენ მოგწონს, გვიყვარს და ანუ ვაფასებთ. დიალოგი როგორც კი შედგება ხოლმე მონადირესა და იხ შორის, ხო, ის ნადირობა არ არსებობს, რომ არ გამოვიდეს კარგი. ყველა შემთხვევაში მაგარი მოდი ისიც აღვნიშნოთ რა, რომ ძალიან კლასიკურად იყო დაალაგებული ფიტულები, ფრთაქანქარები, ყველაფერს ამას მნიშვნელობა აქვს. დატოვებული იყო შემოსასვლელი კორიდორები, ანუ რასაც ქვია მაღალ პროფესიონალურ დონეზე იყო შესრულებული ყოველივე, რაც თავისთავად ალბათობას ზრდის. და ფაქტი სახეზეა. იხვებმა მიირთვეს ეგ სამზარეულო და კი არიან ჩათმოვარდებული აქ. და ეხლა ჩვენ მივირთმევთ მათ სამზარეულოში. ყველაფერი თანხwebdriverში არის ამ ცხოვრებაში. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ ამით უკვე შეიძლება რომ ჩვენ დავასრულოთ ეს გადაცემა და შემდეგ გადაცემას დაელოდეთ ხალხო, არანაკლებ საინტერესო იქნება. გამოიწერეთ არხი, გვიყურეთ, იმეგობრეთ და ინადირეთ ჩვენთან ერთად.